გრაკლიანის აღმოჩენა, რომელმაც არქეოლოგების აზრით შესაძლოა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორია შეცვალოს. ისევ მიწით დაიფარა. ძეგლზე საკონსერვაციო სამუშაოები უკვე ჩატარდა და არქეოლოგიური გათხრები იქ მომავალი წლიდან გაგრძელდება, თუმცა მანამდე. ტერიტორიაზე ღია მუზეუმისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ნახეთ ნათია თოიძისა და ზურაბ პატარიძის საავტორო რეპორტაჟი გრაკლიანის გორიდან. წლის სოფიო პაატაშვილის აღმოჩენამ ქართული დამწერლობის ისტორია შესაძლოა მთლიანად შეცვალოს. 20 აგვისტოს გრაკლიან გორაზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეების ტაძრის კედელი და მისი საკურთხევლის პოსტამენტზე ჯერჯერობით უცნობი სიმბოლოები იპოვა. როდესაც პატარა ფრაგმენტი გამოჩნდა, ვერ მივხვდი რა თქმა უნდა ეგრევე წარწერა იყოს, ანუ ბოლომდე არ გავხსენით, იმიტომ რომ ორნამენტი მეგონა, მაგრამ ორნამენტიც ერთი სახასიათო იყო, რომ უკვე ძალიან ლამაზი იყო. ფაქტია, რომ ეს წარწერა გაკეთებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რადგან იგი სტაციონალურია და რაც ასევე ძალიან საყურადღებოა, ეს წარწერა არის გაკეთებული ადამიანის მიერ, რომელიც პირველად არ წერდა. ძალიან თავისუფალი მანერით არის შესრულებული ყველა ასო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ აღმოჩენით ქართული საზოგადოება საქართველოს შეუერთდა იმ დიდი ცივილიზაციების ელიტას, რომელთაც 1000 წლოვანი ისტორიის საკუთარი დამწერლობები ჰქონდა. აქვს თუ არა ქართულ დამწერლობას 2700 წლის ისტორია. ენათმეცნიერებს კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ და არქეოლოგების გაკეთებულ წინასწარ დასკვნებს ნაჩქარევად მიიჩნევენ. პირველად რომ ნახე მე ეს ფრაგმენტი, ვიფიქრე რომ ორნამენტი ხომ არ არის. აი თქვენ იცით რომ დამწერლობის ამოსახსნელად უნდა განმეორდეს ასოები გარკვეული პერიოდის შემდეგ. ესე იგი ერთი მოხაზულობისა თუ ორნამენტია, მაშინ ნაკვეთები უნდა განმეორდეს. ჩემთვის დღეს გაუგებარია. ეს მაინც ბოლომდე უნდა იყოს გახსნილი და გაშიფრული. სამწუხაროა, რომ ეს ამბავი გაზაფხულისთვის გადაიდო. ვიდრე მეცნიერები იმაზე დაობენ, არის თუ არა გრაკლიან გორაზე ნაპოვნი არტეფაქტი დამწერლობა, აღმოჩენა უკვე დააკონსერვეს და მას სავარაუდოდ მომავალი წლის მარტში გახსნიან. არქეოლოგებმა გრაკლიან გორაზე სხვადასხვა პერიოდის 11 ფენას მიაკლიეს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები და გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები. ძალიან კარგ თარიღს იძლევა აი ეს საბეჭდავი, რომელსაც მრავალგვარი ფუნქცია ჰქონდა. ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს დაკავშირებული გარკვეულ რიტუალთან და ამიტომ იყო ტაძარში სწორედ ეს შესანიშნავად გაკეთებული საბეჭდავი დატოვებული. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5-მე-4 საუკუნეებით დათარიღებული შრის გათხრისას ამ დროისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არტეფაქტები აღმოაჩინეს. ეს მეცნიერებს იმის ვარაუდის საფუძველს აძლევს, რომ ქართლის დაკნინების ხანად წოდებული პერიოდი რეალურად ქართლის აღზევების დრო ყოფილა. ამ დროს სამეთუნეო წარმოება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული შიდა ქართლში და სავარაუდოა, რომ სწორედ გრაკლიანის გორაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა თვითონ აწარმოებდა ამ სამეთუნეო კერამიკას. არქეოლოგიური სამუშაოების პარალელურად გრაკლიან გორაზე სარესტავრაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთ კვარტალში, სადაც საკულტო წისქვილი და საცხობები უნდა ყოფილიყო, თითქმის აღდგენილია უნიკალური ქურა. თვითონ ამ ღუმელსაც ეტყობა, რომ ეს საზოგადოება განვითარებულია მინაიდან ამ ღუმელზე არის ორნამენტის კვალი. თვითონ აი ეს დეკორს წარმოადგენს. ამას არ აქვს ფუნქციონალური დანიშნულება. ახლა ვიმყოფები ერთ-ერთ უძველეს სამზარეულოში, რომელიც 2400 წლის წინანდელია და ის არქეოლოგებმა სულ ცოტა ხნის წინ გრაკლიან გორაზე აღმოაჩინეს. ძველი წელთაღრიცხვის მე-5-მე-4 საუკუნეებში ეს ქვის წისქვილი ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნებოდა აქ მცხოვრები ადამიანებისთვის.
ამ დიდ ქვაზე დაიყრებოდა პურის მარცვალი და მეორე ქვით, ანუ დოლაბით, ხელის ასეთი მოძრაობით მიიღებოდა პურის ფქვილი. მეცნიერულად უკვე დადასტურებულია, რომ 1 კილოგრამი პურის ფქვილის მისაღებად საჭირო იყო 10 საათიანი დაუღალავი შრომა. ცნობილია ისიც, რომ ამ საქმეს მხოლოდ ქალებს აკეთებინებდნენ. სამზარეულოსთან ახლოს აღმოჩენილია ღარიბი ქალის საფლავი, რომელსაც სამარხში მხოლოდ წყლით სავსე თიხის ჭურჭელი ჩააყოლეს. იქვე ახლოს უფრო მაღალი სოციალური მდგომარეობის ქალბატონის სამარხიცაა, სადაც ძვირფასი ნივთები, სამკაულები და აქემენიდური მინის უნიკალური კოლტუბიც აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოში სულ 50 ცალია ნაპოვნი. იგი თვალის შესაღები ფხვნილისთვის იყო განკუთვნილი. როგორც ჩანს, ზაფხულობით გარდაცვლილ მიცვალებულებს აყოლებდნენ წყალს ასეთი ჭურჭლით, ხოლო ზამთარში გარდაცვლილებს თაფლუც, ეგრეთ წოდებულ თაფლუც, ეს გახლავთ თაფლისაგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი. მეცნიერებმა ვაზის ყვავილის მტვრის ნარჩენები იპოვეს, რომელსაც გრაკლიანზე მცხოვრები ადამიანები სავარაუდოდ სამკურნალოდ იყენებდნენ. თუმცა რის სამკურნალოდ გამოიყენებოდა ვაზის ყვავილის მტვერი, დღეს ცნობილი არ არის. არქეოლოგიური ღირებულების გარდა გრაკლიანი გორა შესაძლოა მედიცინის განვითარების ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. დღესაც მურყნის ნაყოფი გამხმარი და მე გახეხილი იხმარება კუჭნასლავის დაავადების დროს ფაღარათისთვის. დღეს მედიცინაში აფთიაქებში იყიდება გამხმარი და ამ დროს სწორედ მე-7-მე საუკუნე ძველი და აღრიცხვაში ადამიანმა უკვე იცოდა ეს თვისება მურყნის და აქტიურად, იმიტომ ბევრი თვისმაცლები სწორედ ჩვენ ხელსაფქვავში ვნახეთ. ასევე ბევრი ნაშთი არის ავშნის. ავშანი არის ძალიან კარგი მალარიის წამალი. ეხლა ხო ხელოვნურად არის სოკოს ხელოვნური სოკოები გამოყავთ, რომელიც აფუებს და იმ დროს იყო მცენარეულო სვიაზე აცხობდნენ და ეხლა ბევრი საცხობი და საქართველოში ხმარობენ სვიას. გრაკლიან გორაზე, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ღია მუზეუმი მოეწყობა. ადამიანს ექნება საშუალება, რომ დაათვალიეროს თვითონ ეს არქეოლოგიური ძეგლი. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რამოდენიმე ამ სახლის აღდგენას თუ წარმოდგენა იყოს კარგად, თუ როგორი შეიძლება შიგნით ინტერიერით, გადახურვით, კედლებით ყოფილიყო. არქეოლოგიური სამუშაოები ამინდის გაუარესებასთან ერთად წლის ბოლომდე შეწყდება. ქართველი და უცხოელი მეცნიერები კი იმ გზავნილის შესწავლას ეცდებიან, რომელიც გრაკლიან გორაზე დაახლოებით 2007 წლის წინ მიწით დაიფარა.